რომ მოვდიოდი შენთან ზუსტად 2 საათნახევარი ოღონდ მართლა ვერიდან ვერა მე ჩამოვხვიე კახოს მიიტანე ეს მიკროფონი ესე იგი ზუსტად 1 დაახლოებით ნახევარი საათი ვიდექი ჩემ აწაწუნა ქუჩაზე რომელიც არის ძალიან პატარა მოკლე ქუჩა და ესე იგი მეზობლები იდგნენ და რას ამბობდნენ ეხა რამდენმა მანქანამა ჩაიარაო იმდენი ქოცებს აგინებდაო ქართულ ოცნებასო. რა ვიცი, ანუ იცი რა ხდება. იმიტომ ვთქვი, კაცო, გულში რამდენი იყო და როგორი სოციუმი, ეხა როგორ მდგომარეობაშია, მე როგორც გძნობ და ვხედავ. და ჩემი ურთიერთობიდან ამ სხვა ტიპის ადამიანები. ბევრი არის წასული შინაგან ემიგრაციაში, იმდენად ტრავმირებულია ყველაფრისგან, რომ აღარაფრის გაგონება არ უნდა ან რაღაცას ელოდება. ეს ბევრი არის გაბითურებული პროპაგანდისგან, ის ამორჩეველი რაც ვიცით, ქართული ოცნების სტაბილური 20 თუ 25%. დანარჩენი არის როგორც მეწარმეები, მცირე მეწარმეები, საშუალო ბიზნესი, რომელიც მთელი დღე დაქრის ამ თავის საქმეებზე და გუშინ დაუშვათ ბავშვის კვლელობა მოხდა გულზე, მაგრამ ეს არ იყო ის იმპულსი, რომ რაღაცა კი ისევ ჩაიკლათ საკუთარ თავში ეს მდგომარეობა და ჩვენ ამ დროს რომლებიც მუდმივად ვართ მსხვერპლის როლში და ვახო დააკავეს ის ცემეს ეს ცემეს ეგ უნდათ ინგა ზუსტად რომ ჩვენ წარმოჩინეთ დანარჩენი საზოგადოების და ხალხის წინაშე როგორც უსუსური მსხვერპლი ხალხი და უსუსური არავის არ უნდა არავის არ უყვარს უსუსური, უძლური ტიპის ადამიანის გვერდით ყოფნა შეგეცოდება და მიეხმარები რაღაცას იმას იზავ რა შეეცდები, მაგრამ ის რომ შენ უნდა ასხევდე ძალას. და ეხლა მე გეტყვი ჩემ მოსაზრებას რა ხდება ეხლა რა გეოპოლიტიკურ ჭრილში, ასე ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ეხლა ჩქარობს ჩვენ მოხჩობას ბოლომდე კობახიძეს ნათქვამი აქვს რომ ციხეს ვაშენებთო რუსთავში 5000 კაცზე გართულილსო ეს ადრე აქვს მას ნათქვამი შენ ხო არ გონია რომ ამ გეგმას ფარულად არ უნდათ რომ იყვნენ უნდათ მაგრამ გააჩნია გარშემო მიმდინარე მოვლენებსაც და მინდა რა ვთქვა იცი რომ ამათ ერთადერთი ეშინიათ ეხლა იმის რასაც არ ელოდნენ ომის დასაწყისში ეს არის რუსეთის აბსოლუტური ესე იგი ჩამოცილება როგორც რეგიონალური ერთ-ერთი მძლავრი სახელმწიფოს ამის მოლოდინი მათ არ ქონათ ეხლა ხედავენ რომ ამერიკაც კი ბოლომდე ეხლა ტრამპის ადმინისტრაცია დაუდგა უკრაინას გვერდში, აღარ მოყვები იმას, რამდენი ერთობლივი საწარმოები, დასადაზვერო ინფორმაცია, ახლა კიდე მათი წამყვანი კომპანიები იწყებენ უკრაინული დრონებზე მუშაობას, იმიტომ რომ ამერიკას აკლია მაგარი დრონები, ის რაც უკრაინას აქვს და უკრაინასთან ერთობლივად მუშაობენ მასზე და ამ ყველაფერს ახლა წარმოგიდგენ ხოცი ხედავს და ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანი ხო უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, ფული ხო უნდა შეინარჩუნოს, გავლენა და ხელშეუხებლობა იმ უამრავი ათასობით დანაშაულის გამო, რომ თუნდაც ის ინგა რატო ხონა იმ ადამიანს, რომელიც აღმოჩნდა რომ არის ცოტა არ იყოს შეურაცხადი, რატო მედო სახში ხო ვერსად ვერ ნახე პასუხი თუ პოლიციას ის ადამიანი არ ჭირდებოდა აგენტად რატო ედო სახში 3 იარაღი თან დედა ამბობდა რომ დედამისმა რა თქვა მე მიმართეო რომ ჩამოაშორონ იარაღი ჩამოართონ და ერთ თვეში დაუბრუნეს თუ ეს ადამიანი კონკრეტულად რაღაც ბინძურ საქმეში არ ჭირდებოდა რისთვის რატო ქონდა იარაღი ხო და იმის თქმა მინდა რომ ქოცებს ახლა ეშინიათ უნდათ რომ ჩვენ ჩაკვან საბოლოოდ ამისთვის არის ეს რეპრესიული კანონები, მაგრამ ჩვენ ვართ ბევრნი და როგორც კი ფრონტის ხაზზე და მთლიანად მთელ ამ ომში გარდატეხა კიდევ უფრო ხილული გახდება და დადგება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის ჯერი, თქვენ ნახავთ მე ქართულ ოცნებას და ქართულ ოცნებასთან ალიანსში და კოლაბორაციაში მყოფი
ფენის გადმოსვლას აქეთ მხარეს. მე უკვე ძალიან მალე ველოდები ამ პროცესს. კი ბატონო